მაშინ მეგობრებო, დიახ, ჩვენ ისევ ეთერში ვართ პირველ სამედიცინო რადიოში ვიმყოფებით და შესაბამისად MED-FM 103-ზე გრძელდება ჩვენი დილის გადაცემა, რომელსაც ვიტამინი ქვია და სტუმრის ბლოკის დროც დადგა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მაია გოთუა. ქალბატონ მაია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით ჩვენთან. პირველ რიგში სხვათა შორის მე მინდა აღვნიშნო და უთხრა ჩვენ მსმენელებს, რომ ძალიან დიდი ხანია ჩვენ გვინდოდა თქვენთან შეხვედრა და საპატიო მიზეზების გამო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი რამ ხდება ზოგადად მსოფლიოში, მით უმეტეს ამ თქვენი, ასე ვთქვათ, პროფილის განხრით და მიმართულებით, თქვენ ხშირად გიწევთ ხოლმე საზღვარგარეთ წასვლა და ახალ-ახალი სიახლეებით, მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ ალბათ დღეს შევიტყობთ. მოდით ესე დავახარისხოთ და დავყოთ ჩვენი აი ეს დრო, რომელიც 10 საათამდე გვაქვს განკუთვნილი, ასე რომ 45 წუთის განმავლობაში თქვენ გაქვთ საშუალება ვისაუბროთ წარსულზეც, შესაბამისად ვისაუბროთ მომავალზე და პირველი შეკითხვა ალბათ ყველაზე უპრიანი იქნება, აი ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი ბრძანდებით. თვითონ ეს რა ცენტრი არის, რას ვემსახურებით, რას ვემსახურებით, მე ნაკლებ რა თქმა უნდა ჩვენთვის უკვე ნათელია, მაგრამ უფრო დავაკონკრეტოთ, უფრო გავაცნოთ თქვენი დაწესებულება. გავაცნოთ თქვენი დაწესებულება. ჩვენც ახლოს გავიცნოთ ეკა და შესაბამისად ჩვენმა მსმენელებმა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. სასიამოვნოა, რომ თქვენი რადიო დაინტერესებულია ალერგიის პრობლემებით. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი, როდესაც იყო ჩვენს კლინიკაში, მას ასეთი ამ ახლობელს გაუჩნდა ესეთი კითხვა: რა კავშირია ალერგიასა და იმუნოლოგიას შორის? რატო ეს ერთად ფიგურირებს დაწესებულების სახელწოდებაში? მინდა ვთქვა, რომ ალერგია ეს არის ორგანიზმის შეცვლილი მგრძნობელობა, ანუ მომატებული მგრძნობელობა იმ გარემოს ფაქტორების მიმართ, რომლებიც ბუნებრივად ჰარმონიაში არიან ადამიანთან და მათ მიმართ ორგანიზმს უნდა ჰქონდეს ტოლერანტობა. მაგრამ თუ ეს წონასწორობა ირღვევა და ჰიპერერგიული რეაქცია ვითარდება საკვების, მცენარეების, მედიკამენტების, ფუტკრის თუ სხვა მწერების ნაკმენის და ასე შემდეგ მიმართ, მაშინ ეს შეიძლება კლინიკურად სხვადასხვა ავადმყოფობით, ანუ ალერგიული ავადმყოფობით გამოვლინდეს. მაგრამ აქ მთავარი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ალერგიული მოვლენები საფუძვლად უდევს იმუნოლოგიური პროცესების დასაწყის. კერძოდ, იმუნოლოგია ეს არის ორგანიზმის იმუნური, ანუ დაცვითი უნარიანობის უზრუნველყოფის სისტემა. და როდესაც ადამიანს ვითარდება ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია, ეს რეაქცია სამწუხაროდ რჩება მის იმუნურ მასოვრობაში და მას აქვს გამეორების ალბათობა. თუ ადამიანს აქვს ალერგია, თქვათ, მცენარეების მიმართ, რომელიც ახლა თქვათ გაზაფხულზე ყვავის მცენარეთა მტვერს გულისხმობ, რომელიც არის ალერგიული ადამიანისათვის, ის პრობლემა მომავალ წელსაც შეიძლება განმეორდეს. მართალია, ჩვენ შეიძლება მას ვუმკურნალოთ, მივცეთ წამლები, ამ სიმპტომების ლიკვიდაცია მოვახდინოთ, მაგრამ მეორე წელს, როდესაც ისევ ბუნება გაიღვიძებს და ისევ მცენარეები დაიწყებენ ყვავილობას, ამ დროს ორგანიზმი კვლავ იხსენებს მის პრობლემას და ანალოგიური სიმპტომები ვითარდება. უფრო მეტიც შეიძლება ეს პრობლემა გართულდეს და თუ წინა წელს უფრო მინიმალური სახით იყოს წარმოჩენილი, რასაც შეიძლება ხელი შეუწყოს წვიმიანმა ამინდმა, რადგან მექანიკურად ხდება ალერგიული მტვრის მოცილება, როდესაც ადგილი აქვს ქარიან ამინდს, ან წელი იყო უფრო ქარიანი და პაციენტსაც არ ქონდა შესაძლებლობა ან სურვილი ემკურნალა, არ არის გამორიცხული, რომ მეორე წელს სიმპტომები იყოს უფრო მძაფრი და კიდევ უფრო ცუდი ამბავი შეიძლება მოხდეს, რომ მცენარეთა სპექტრი, რომლის მიმართაც ადამიანი არის ალერგიული, გაიზარდოს. ამიტომ ადამიანები ხშირად მოდიან, რომელთაც აქვთ ალერგიის არსებობის ხანგრძლივი ანამნეზი და ამბობენ, რომ ექიმო, იცით, რამოდენიმე წლის წინ მე მხოლოდ გაზაფხულზე, ვთქვათ, მარტის ბოლოს მქონდა სიმპტომები და
თავდებოდა ეს სიმპტომები მაისის დასაწყისში ან აპრილის დასაწყისში. და მერე თანდათან მოხდა რომ მე გარდა სურდოსი და თვალების თქვა პრობლემების ალერგიული კონjunktივიტისა დამეწყო ხველა, გამიხანგძლივდა ალერგიული პერიოდი და ამ ჩემმა პრობლემებმა მოიცვა მთელი გაზაფხული, გაგრძელდა ზაფხულში, შემოდგომაზეც მოხდა ამ სიმპტომების გაგრძელება, იმიტომ რომ შემოდგომას უკვე ახალი მცენარეთა ყვავილობის ტალღა. ესენია სარეველა მცენარეები და არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს, სექტემბერ, ოქტომბერშიც მოხდეს. ეხლა ჩვენ წარმოვაჩინეთ უფრო დრამატული სურათი. ანუ პრობლემები, რომელიც შეიძლება პერსისტირდეს და მან დაიკავოს დიდი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. და ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ეს არის საშინელება, ეს ალერგია არის დიდი უბედურება, მე აღარაფერი არ მშველის, მე პრობლემური ვარ და თვითონ გამოაქვს განაჩენი, რომ ეტყობა ესია, ეგუება ბედს და რა ქნას. და ალბათ ექიმის გარეშე წღებულობს რაღაც წამალს. ექიმის გარეშე ღებულობს წამალს და ხშირად ეს წამალი არის არა შესაბამისი სიძლიერის, არა შესაბამისი სამიზნე, არა შესაბამის სამიზნე ორგანოზე ორიენტირებული და მასა განცდა, რომ ეს დარგი არ არის წარმატებული, რომ აქ არ შეიძლება ვიოცნებოდ განკურნებაზე, რომ ეს არის მთელი ცხოვრების ჯვარი, რომელიც ადამიანმა მეტაკლები ინტენსივობით უნდა ვთქვათ ზიდოს და ასე ვთქვათ ყავარჯნებიათ ამოიყენოს ის წამალი, რომელიც ვთქვათ მეზობელმა უთხრა. და ეს არ არის არანაირად სწორი, იმიტომ რომ აი ჩვენი დაწესებულების სათაურიდან დავიწყეთ. გამოდის რომ აი ამ მთელი პრობლემის ძირითადი სიმძიმე მდგომარეობს, რომ ეს სიმპტომები ჩნდება, სიმპტომები იწერება იმუნურ მახსოვრობაში, რომელიც ბუნებრივია უნდა იყოს კარგი. იმიტომ რომ იმუნური მახსოვრობა ადამიანს თუ არ ექნება მყარი და კარგი, მაშინ მას შეიძლება ისეთი პრობლემები გაუჩნდეს, როგორიც არის ონკოლოგიური პათოლოგია, ავტოიმუნური პათოლოგია. ანუ ჩვენი იმუნური სისტემა უნდა იყოს ძალიან მყარი და კარგი. ალერგიაში არის გარკვეული დეფექტი. ანუ ეს კი არ არის რომ ამ იმუნურ სისტემას პრობლემა აქვს და მაინცა და მაინც ინფექციები უნდა დაემართოს, ან მაინცა და მაინც სიმსივნე და ეს არის საშინელი იმუნოდეფიციტი. არა, შეიძლება ალერგია მიმდინარეობდეს ნორმალური იმუნური რეაქტიულობის პირობებში, მხოლოდ იმ გამოკლებით, რომ მას რაღაცა ფაქტორის მიმართ აქვს ერთი პრობლემა, ჰიპერერგიული რეაქცია. ეს არის მცენარე და მთელი ცხოვრება ქონდეს მარტო მცენარის მიმართ, ვთქვათ, ალერგია. ან იყოს აბსოლუტურად ჯანმრთელი და მოხდა ისე რომ მან ბევრი წამალი მიიღო, ან ქონდა რაღაცა სტრესი, ან ცხოვრების მანძილზე რამოდენიმე ფაქტორის ზედდებით, მას გაუჩნდა პრობლემა და უცებ სამოწმენდილზე რომ მიტყვი ამ ბრჭყალებში განვითარდა ჰიპერერგიული რეაქცია მედიკამენტზე. აი ალერგიის პრობლემა არის ის რომ ეს თუ გაჩნდა და მას ჭეშმარიტი იმუნოლოგიური საფუძველი აქვს, მაშინ მას ექნება განმეორებადობის ალბათობა. ამიტომაც ჩვენი ცენტრი ამ ორ სისტემას ერთად აერთიანებს და შინაარსიც აკადემიური ის არის რომ არ შეიძლება ალერგოლოგი იყოს მხოლოდ თერაპევტი ან პედიატრი. ანუ ის მოიცავს ამ ზოგად ცოდნას, მაგრამ ალერგოლოგი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა იმ თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებებით, რომლითაც პირველ რიგში მოხდება ალერგენის იდენტიფიცირება ძალიან მაღალი სიზუსტით, რა არის პრობლემა და კიდე მეორე, რაც ხშირად ავიწყდებათ ექიმებს, რომელი ტიპის მექანიზმით მიმდინარეობს. ალერგიის მკურნალობის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ერთი და იგივე კლინიკური გამოვლინების საფუძველი შეიძლება იყოს განპირობებული სხვადასხვა იმუნოლოგიური მექანიზმით. ამიტომაც ექიმის განსწავლულობა, მისი აკადემიურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ მან შესაბამისი გამოკვლევა ჩაატაროს. იმიტომ რომ შეიძლება ერთი მექანიზმი არ იყოს ამ მოცემული პრობლემის დროს წამყვანი და თუ გამოკვლევას
მარტო ამ ხრივ გააკეთებს, ბუნებრივია, სხვა არ რჩება გამოვლენილი და პაციენტს ზოგჯერ უკვირს, რომ მე ეს პრობლემები მაქვს და რატომ არ ხდება რაღაცის იდენტიფიცირება, ეს არის დარგის სისუსტე, თუ უფრო ხშირად დარგის სისუსტეს აბრალებენ, მაგრამ არის სხვადასხვა პრობლემა. ერთი არის, რომ შეიძლება ადამიანს მართლა არ გქონდეს ალერგია, ჭეშმარიტი იმუნოლოგიური მექანიზმით განპირობებული, მაგალითისათვის, ახალი წელი, როდესაც ბევრი საკვები მოუხდება ადამიანს, ან ხანდახან თუნდაც მარხვაში, ეხლა მარხვის პერიოდია, რომ მოხდა ისე, რომ ჭარბად მიიღო ნიგზიანი საკვები, ან მჟავე, ან ბევრი ტკბილი, ანუ გადამეტება საკვებ რაციონში შეიძლება მოყვეს ადამიანის წონასწორობის გარღვევა, მაგრამ ეს გარღვევა შეიძლება იყოს ერთხელობრივი, ანუ მოცემული გადამეტებით განპირობებული და ეს პრობლემა ღვთისმადლით არ ჩაიწეროს იმუნურ მახსოვრობაში. უბრალოდ გაიაროს შემდეგ. ამიტომ შეიძლება ძალიან ძლიერი რეაქცია იყოს, იმდენად რომ პაციენტი მოხდეს ან გადაუდებელ დახმარების დეპარტამენტში, ან რაღაცა სერიოზული იყოს და სასჭირდეს სასწრაფო დახმარება. ვამბობ, რომ ძალიან მძაფრი. მაგრამ ამ სიმძაფრის მიუხედავად ის პრობლემა მოწესრიგდეს და ღვთისმადლით მთელი ცხოვრება აღარ განმეორდეს. არ დავარქვათ ამას ალერგია. ეს არის ფსევდოალერგია. ამ ამთხოვობა შეიძლება იყოს ჭინჭრისციება, ანგიოედემა, ანუ ალერგოლოგიური პრობლემები. გამოვლენა. ეს რა თქმა უნდა ალერგოლოგის პრეროგატივა, ერთნაირად მკურნალობ ერთსაც და მეორესაც, მაგრამ პროგნოზი ძირი რა არის. ამიტომაც აი თქვენ მართებულად აღნიშნეთ. ეს არის საოცრად საინტერესო დარგი, ლოგიკური, რომელიც არის დამოკიდებული არა მარტო ადამიანის შინაგანი გარემოს კარგ ცოდნაზე, არამედ ყველა იმ გარემო ფაქტორის გათვალისწინებაზე, რომელიც ორიენტირებულია მის გათვალისწინებაზე, რადგანაც ეს არის ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის ფორმა და ამ ურთიერთობაში ნებისმიერი დეფექტი შეიძლება გამოვლინდეს ალერგიის სახით. თუმცა არის გარკვეული პათოლოგია, უბრალოდ არ გავართულებ, მარტო აღნიშნა. რომელიც არის ავტოიმუნური პათოლოგიები, ჯგუფი და ავტოიმუნური პათოლოგიაც შეიძლება მიმდინარეობდეს ალერგიული სიმპტომების თანარსებობით. ამიტომაც დასკვნა რომ გავაკეთოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარგი ალერგოლოგია არის საოცრად თანამედროვე, რომელიც ეფუძნება იმუნოლოგიურ კვლევებს და ეს იმუნოლოგები ფაქტიურად სამედიცინო კვლევების უმრავლესობას წარმოადგენს, როგორც საფუძველი დიაგნოსტიკისა და მისი თანამედროვე საშუალებები, რომელთა განვითარებაში უდიდესი პროგრესია თანამედროვე ადამიანს აძლევს საშუალებას აი ამ ალერგოლოგიური პრობლემების წარღვნაში, აი ჭყალებში ვთქვათ, ნოეს კიდობანივით გადაგვარჩინოს. ამიტომაც ჩვენ ხშირად გვინდა რომ გქონდეს და ვატარებთ კიდეც საგანმანათლებლო შეხვედრებს პედიატრებთან, ალერგოლოგებთან, ქირურგებთან, ანესთეზიოლოგებთან, ანუ სხვადასხვა მომიჯნავე თუ არა მომიჯნავე სამედიცინო სპეციალობის პროფესიონალებთან, ისევე როგორც პაციენტებთან, რათა მოხდეს მათი განსწავლულობა, რომ ეს არ არის მარტო ანტიალერგიული წამლის გამოწერის დარგი. ეს არის რთული დარგი, რომელსაც თუ ღრმად ჩაუღრმავდებით, უდიდესი შესაძლებლობების მოცემა შეუძლია. ამიტომაც ჩვენ მსმენელს ჩვენ პირველ რიგში გვინდა გადავცეთ ის პოზიტიური მუხტი, რომ იქ, სადაც ძალიან მძიმეა პაციენტი, რომელსაც ფაქტიურად შინაგანი იმედი ჩატეხილი აქვს, იმიტომ რომ მოდის პაციენტი ამბობს, იცით რა, აი წლებია, მკურნალობ, ძალიან ბევრ ადამიანს მიმართე. საქართველოში, უცხოეთში და საშველი არ მაქვს. აი მე მინდა ასეთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან შეწუხებულნი არიან თავისი სიმპტომებით, იმედით ვუთხრა, რომ ბოლო აი უკანასკნელ წლებშიც კი იმხელა პროგრესია, რომ აი ნებისმიერი ჩემი წასვლა, ვთქვათ, უცხოეთში, იმიტომ რომ ძირთადად უცხოეთშია ძალიან ბევრი თავყრილობა.
ამ სფეროთი ძალიან დიდი იმედის მომცემია და მინდა კიდე სიხარულით თქვა თქვენ ჩვენზე გითხარით რომ თანამედროვე პირობებში ჩვენ ცენტრში არის აბსოლუტურად როგორ გითხრათ უბრალოდ არ მინდა ამპარტავანი ვიყო მაგრამ თითქმის ყველა ის თანამედროვე სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო საშუალება რომელიც სადღეისოდ როგორც ევროპაში ისე ამერიკაში ითვლება საუკეთესოდ აი რას გულისხმობ ამას მაგალითად ალერგიული პრობლემა რომელიც არის დაკავშირებული გაზაფხულთან და ეს გაზაფხულის სიმძიმე პაციენტების უმრავლესობაში შიშით რომ მოყოლი რა თქმა უნდა გარეთ ვერ გამოდის ზოგი გამოვლენილი და ზამთრის მერე აი როდის დადგება კაი ამინდი და რამეშველება პაციენტი შიშით უკვე ელოდება მეორადად რთავს ფიქრობ იმ რეაქციას რომელიც შეიძლება სულაც არ ყოფილიყო თუ რაღაცა ემოციური ფონიც არ დაერთო ხო არც ეს არ არის გამორიცხული იცით რა არც არაფერი არ არის გამორიცხული მაგრამ ბევრ ადამიანს აქვს ეს პოლინოზი ძალიან ბევრს გავრცელებული ავადმყოფობაა და ზოგისთვის მართლა ძალიან მძაფრად მიმდინარეობს ასთმური სინდრომით არის ოჯახები არის გარკვეული გენეტიკური განწყობა ალერგიაში და ამიტომ ამბობენ რომ ალერგიის სეგრეგაცია ხდება ოჯახებში ანუ გადაცემა და ეს ძალიან დიდი პრობლემაა ბუნებრივია აი ესეთ პაციენტებს ჩვენ გვინდა უთხრათ რომ არა მარტო ის რომელიც ხშირად ტელევიზიით და რადიოთით გადაიცემა თქვა ჩვენი კოლეგების მიმართ და მე დაუკმაყოფილებლობის გზნობა მიჩნდება რომ იცით თქვენ ორი კვირით ადრე ან ერთი თვით ადრე მიმართეთ ექიმს მის მოგცემ წამას ეს სწორია ბუნებრივია მაგრამ ამას რასაც ჩვენ ვამბობთ რომ ანტიალერგიული წამლებით და შესაბამისი ცოდნის შეიარაღებული პაციენტი რა თქმა უნდა უკეთესად მოემზადება სეზონის დასაწყისისთვის ეს ცნობილია და მართალია და მართლა მუშაობს მაგრამ აღარ არის საკმარისი აუცილებლად პაციენტს უნდა უთხრათ რომ თუ ამ წელს თქვენ ვერ მოასწარით უფრო ადრე ექიმთან მისვლა სიმპტომები რო გაგივათ თქვა იმედი მაქვს რომ მანამდეც ექიმთან მივა და ექიმის დახმარებით იქნება აღჭურვილი იმ ცოდნით როგორ მოახდინოს პროფილაქტიკა ანუ რა წესები დაიცვას რომ მცენარეებთან ნაკლები კონტაქტი ქონდეს რა მედიკამენტი მიიღოს დასალევი თუ ადგილობრივ შოკ ორგანოზე მომქმედი ეს იქნება თვალი ეს იქნება ცხვირი თუ ეს იქნება ბრონქები თუ კანი იმიტომ რომ არსებობს პოლინოზის კანის ფორმაც მაგრამ თავარი აქ ის არის რომ თუ გავითვალისწინებთ რომ პოლინოზი არის ალერგიული, ჭეშმარიტი ალერგიული დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს სწრაფი ტიპის, დაუყოვნებელი ტიპის იმუნოლოგიური მექანიზმი, აქ განკურნების გასაღები დევს იმაში, რომ ზუსტად მოხდეს ალერგენის იდენტიფიცირება და აი ამ ალერგენთა კრებულით, რომელიც თითოეული ადამიანისთვის შეიძლება იყოს ინდივიდუალური. თქვათ მე სხვა რამეზე მქონდეს ალერგია და თქვათ ნინოს სხვა რამეზე. ამიტომ მე თუ მეწოდინება ჩემი ალერგენები, რომელია დამნაშავე, როგორც რაოდენობრივად, ისე ინტენსივობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს მონოსენსიბილიზებული, ანუ ერთი ალერგენის მიმართ, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს ალერგია სხვადასხვა მცენარეული სახეობის მიმართ და ეს მას ახასიათებს ინდივიდუალურად, როგორც რაოდენობრივად, ისე ინტენსივობის თვალსაზრისით. მაშინ ჩვენ აი ამ ალერგენებს, რომელსაც დიდი მათემატიკური სიზუსტით ვიკვლევთ, როგორც in vivo ადამიანზე კანის ინჯებით, ისე in vitro ანალიზურად სისხლით, ამიტომ ხანდახან ამბობენ რომ როდის მოვიდე გამოკვლევისთვის, ნებისმიერ დროს თუ გამონახავ დროს ექიმთან მისასვლელად, იმიტომ რომ გამწვევებულ პირობებში შეგვიძლია სისხლით გამსაზღვროთ, ან შეიძლება რემისიის დროს კანის ინჯით და დადგინდება ალერგენი ან ალერგენთა ჯგუფი. შემდეგ აი როგორც კარგი დიასახლისი რეცეპტს აკეთებს თავისი საკვების მოსამზადებლად, ასე თითოეული პაციენტისთვის უნდა დაიწეროს რეცეპტი, რომელი ალერგენით ან ალერგენთა კრებულით მოხდეს მისი მკურნალობა, შეირჩეს ფორმაც, იცით, არის საინექციო, არის სუბლინგვალური, არის ტაბლეტირებული ფორმებით და ამ ალერგენებს ჩვენ ინდივიდუალურად უკვეთავთ გერმანიაში და საფრანგეთში. არც ფასები არ არის ისეთი, რა თქმა უნდა, უცხოეთისთვის ეს ძალიან ძვირია, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ცენტრი უშუალოდ უკავშირდება მწარმოებელს, ამიტომ პაციენტებისთვის ეს მედიკამენტებიც ძალიან მისაწვდომია და ამ ალერგენთა კრებულებით შესაბამისად ხდება ორგანიზმის
თანდათანობითი შეგუება დამნაშავე ალერგენებთან. და ეს პროცესი გრძელდება 3 წელი მინიმუმ, მაგრამ ძალიან ეფექტურია. და ყოველი წლის შემდგომ, თქვათ, უკვე 1 წლის მერე პაციენტი თვითონ გრძნობს, რომ რამდენად მას ნაკლები წამალი სჭირდება პრობლემების მოსაწესრიგებლად და ეს არის გზა განკურნებისა, რომ თანდათან ადამიანი შეიძლება შევეგუოს გარემოს. ქალბატონო მაია, თქვენ არაჩვეულებრივად ახსენით ახლა ის ყველაფერი, რაზეც ისაუბრეთ და მე ახლა მინდა პატარა ექსკურსი გავაკეთო, არ მიყვარს ხოლმე ასეთი რაღაცების მოყოლა, მაგრამ მაინც ჩვენი დილის გადაცემა პრაქტიკულად ემსახურება მაინც მოსახლეობის მასიურ განათლებას. იმისთვის რომ მათ ყველა მოქმედებას კონდეს რაღაცა გამართლებული და თვითზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს. ხო მართალია, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ახლა შესაძლებელია ეტიოპათოგენეზი ისე ღრმად ვერ მივაწოდოთ, როგორც მე არც არის საჭირო, ხო? არა პროფესიონალისთვის ამის მიწოდება, მაგრამ ყოველთვის ვაწვდით იმ გზებს, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი შემქმნელი სიტუაციიდან. ბრჭყალებში ვიტყვი ამ სიტყვას, ესეთი კამათი მომივიდეს სხვათა შორის ექიმთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ და ძალიან გამიკვირდა ისეთი ექიმისგან, ვისთანაც მე ეს მომივიდა ეს კამათი, რომ ეს ალერგიული სინჯები ამდენი, ეს არის ფულის მახე იმ თვალსაზრისით, რომ აი რას უზამ იმ ხესხოვე რა მოძირკვევდა თქვენ არაჩვეულებრივად ახსენით. ჯერეთი დავიწყებ იმით, როცა ადამიანს აქვს ცოდნა ყველაფრის, ის არის აბსოლუტურად შეიარაღებული. ხეს ვერ ამოძირკვავ, მაგრამ თქვენ შვენივრად ჩამოაყალიბებთ, რომ მიიღებ იმ მზა რეცეპტს, რომელთაც უკვე შეიარაღებული ცოდნით და თქვენი დახმარებით შეხვდები იმ სცენარის აყვავებას და პრობლემა გექნება მინიმალური. ან საერთოდ არ გიქნება, ხო მართალია? თან პლუს ეს იმუნური სისტემა, მე ასე ვიტყოდი ალბათ ალერგოლოგებს, მე ვიტყოდი რომ აი ჩვენს იმუნური სისტემის პულზე გიჭირავთ ხელი, იმიტომ რომ ალერგია არის სხვადასხვა მიმართულებით, არის მედიკამენტოზური, არის საკვების, არის დღევანდელ დღეს ფარმაკოლოგიური ასეთი აფეთქების პერიოდში, ხო ეს მედიკამენტოზური ალერგია არაფრით არ შეიძლება არ გამორიცხოთ. თქვენ ეს ყველაფერი ეს ცოდნა ჩამოგაქვთ იქიდან, სადაც მოგზაურობთ და შესაბამისად ყველა იმ ცვლილებაზე, რაც ჩვენ გარემოში ხდება, საკვებში ხდება, მედიკამენტებში ხდება, თქვენ ამით შეიარაღებული ამ რეცეპტებს აწვდით. და აქვე მინდა აი არ დამავიწყდეს ის კითხვა. ძალიან მარტივი სიტუაცია, როდესაც ჩვენ მივდივართ სტომატოლოგთან და რაღაცა ანესთეზიური ჩარევა გვჭირდება. სტომატოლოგები ითხოვენ ალერგიულ სინჯებს. და ადამიანს აქვს ეს მიღებული ალერგიული სინჯი, სხვადასხვა იქ უბისთეზინი იქნება თუ რაც იქნება, მოკლედ იმ მედიკამენტებზე ჩამოწერილი. რა ხანგრძლივობის არის ეს პასუხი? ეხლა ხო შეიძლება არაერთჯერადად დაგვჭირდეს სტომატოლოგთან ვიზიტი. მე მაგალითად ელემენტარულად შემიძლია გითხრა ეკარო, აი ჩემი შვილი ყოველ 6 თვეში აი, როდესაც დავუშვათ უწევს ხოლმე იგივე სტომატოლოგთან ვისვლა, მას თხოვენ რომ ყოველ 6 თვეში მივიდეს. ეს არ არის მართალი. აი, ეგ მაინტერესებს ზუსტად რა, რომ აი იგივე ის ცხრილი, რომელიც მე მიტევს, რაზეც ვარ ალერგიული ან არა ვარ ალერგიული იმ ანესთეტიკებზე, ხო მართალია? მისი აი ეს ჩემი ორგანიზმი რამდენ ხანში ერთხელ იცვლის რეაქციას და მდგომარეობას მათ მიმართ. დიდი მადლობა ძალიან კარგი კითხვისთვის. თქვენი კითხვა კომპლექსურია პასუხის გასაცემად. აი პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ რა არის საერთაშორისო სტანდარტი, ანუ რა არის დოკუმენტები, როგორი დოკუმენტები არსებობს, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ დასმულ კითხვას და მინდა ვთქვა, რომ ამ ხრივ ძალიან ბევრი სახელმძღვანელო სამედიცინო არის შექმნილი როგორც ჩვენი სათაო, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაცია არის ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემია და ასევე არსებობს ამერიკაში ასთმის, ალერგიისა და იმუნოლოგიის აკადემია ამერიკის შესაბამისი და მეცნიერები გაერთიანებულები არიან არა მარტო ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ერთობლივი კავშირებით, არამედ ცალკე თემაზე ორიენტირებული სამეცნიერო ჯგუფები არსებობს და მინდა ვთქვა, რომ ევროპის აკადემიაში არსებობს Drug Interest Group, ანუ წამლისმიერი ალერგიის ჯგუფი, რომელშიც მე ძალიან დიდი ხანია მონაწილეობ. მოხსენებები გამიკეთებია, მაგალითად ბაზელში, ანუ არა მარტო მექანიკური დამსწრება, არამედ აქტიური მონაწილე. მონაწილეობ არსებობს ესეთი task force-ები, მაგალითად ევროპის პასპორტიზაცია წამლისმიერი ალერგიის თვალთახვეთი და ასე შემდეგ. ამიტომ ინფორმაციას, რასაც მე გავწვდით, ჩემი თქვა დღევანდელი ნათქვამი ეფუძნება აი ამ ხანგრძლივ ათეულობით წლის თანამშრომლობას ევროპის აკადემიის წამლისმიერი ალერგიის ჯგუფში და დოკუმენტებს და წიგნებს, რომელიც არსებობს ამ თვალსაზრისით. თუმცა ეს დარგი ყველაზე უფრო რთულია, არსებობს ეს დოკუმენტები, მაგრამ
ბევრიც არა, იმიტომ რომ არსებობს უამრავი სახელმძღვანელო, მაგრამ ამ მხრივ არის ერთეულები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოვიდა და უკანასკნელი დოკუმენტი, რომელიც არის ევროპისა და ამერიკის შეჯერებული კონსენსუსი ან წამლის მიერ ალერგიასთან არის, ასე ეძახიან icon drug allergy რაღაც შეთანხმება, რომლის ახლა დეტალიზაციას ბუნებრივი ახლა აქ არ დავიწყებთ. უბრალოდ მე მომყავს როგორც წყარო დოკუმენტებისა, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული და არა იმაზე, რომ აი მართალი გითხრათ, გავრცელებულია საქართველოში ასეთი გამოკვლევა ლეიკოციტოლიზის რეაქცია წამლის მიერი ალერგიის სამკურნალოდ. ესაა სადიაგნოსტიკოდ. ხდება სისხლის აღება და აი ამ მეთოდით პასუხი გაიცემა ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც შეიძლება მართლაც ალერგიულები არიან და მათი დიაგნოსტიკის სიზუსტე სიცოცხლის ხელყოფის ალბათობასთან არის დაკავშირებული. ანუ ეს ადამიანები შეიძლება იყოს ისეთი ანამნეზის მქონე, რომელსაც ჰქონდა შოკი და ასე შემდეგ. ანუ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზუსტე. მინდა ვთქვა, რომ არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში, არც ერთ წიგნში არც არ არის ამაზე ლაპარაკი, რომ ლეიკოციტოლიზის რეაქცია თავისი სპეციფიურობით, თავისი მგრძნობელობით არის ისეთი ტესტი, რომელზედაც შეიძლება დაყრდნობა ან გარკვეულწილად თუნდაც იმსახურებდეს განხილვის ყურადღებას. ეს არის ნონსენსი, ეს არსად არ წერია და მინდა ვთქვა, რომ საწყალი ვიმეორებ, რომ აი ბატონი გურამიცაც განსვენებული ჩვენი ალერგოლოგიის სკოლის დამფუძნებელი აკადემიკოსი, პროფესორი, რომელიც არის ჩვენი მასწავლებელი, მის სიცოცხლეშიც სულ ამბობდა, რომ ეს ლეიკოციტოლიზის რეაქცია, მე ვამბობ ძალიან დიდი ხნის წინაც, რომ ეს ტესტი არ არის მგრძნობელობის და სპეციფიურობის მქონე, მაშინაც კი რომ გამოვიყენოთ პრაქტიკაში. და კიდე ერთი რა ეშლებათ, იცით, ექიმებსაც და პაციენტებსაც. ჩვენთან, თქვათ, როგორც ჩვენ ესე ვთქვათ, რეფერენს ცენტრი და თქვათ, ჩვენ ყველა ამ საერთაშორისო დოკუმენტებს ვეყრდნობით გამკვლევებში, მოდის, თქვათ, სხვა ექიმი და გვეუბნება, რომ იცით რა, იქნებ მასწავლო ტექნიკურად როგორ შევასრულო. მაგრამ პრობლემა ტექნიკური შესრულებისა იმდენად არ არის, თუმცა ესე ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკურად, აი ამ ჩვენს ევროპის აკადემიაში განიხილება ზუსტად რამდენი მილიმეტრი, რამდენი დახრილობა, ანუ ყველა საკითხი არის სტანდარტიზებული და ძალიან დიდი სიზუსტით უნდა გააკეთო. ეს იქნება კანის ინჯი თუ სხვა ტესტი, თუნდაც ისხლისა, ოღონდ არა ლეიკოციტოლიზის რეაქცია. და არსებობს წიგნები, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, როგორც თვითონ მონოგრაფიები, ისე მეთოდური რეკომენდაციები, სადაც თითოეულ წამალთა ჯგუფზე არის მითითება, როგორი ტექნოლოგიით უნდა გააკეთო გამოკვლევა. იმიტომ რომ აი თქვენ მესმის ლოგიკა. მე ვამბობ, რომ ალერგიის საფუძველი იმუნოლოგიური შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის და წამლები რამდენია ლოგიკურია, რომ ამ წამლებს, რომელიც ისედაც რთული კომპონენტებისგან შედგება, ის მონოც არ არის, სხვადასხვა დანამატია, ამ წამლებს მოქმედება ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივია სხვადასხვა აქვს და მეთოდები მათ მიმართ ალერგიის აღნუსხვისა განსხვავებულია. ამიტომ ყველა მედიკამენტს უნდა სპეციფიური მიდგომა. ამიტომ არა მარტო ბოლო შედეგის შეფასება, არამედ თვითონ ექიმის განსწავლულობაა მნიშვნელოვანი, რომ მან სწორი მეთოდი და საშუალება აირჩიოს მოცემულ კონკრეტულ მდგომარეობაში, რომ გააკეთოს ინჯი. აი მაგალითისთვის მოვიდა ვთქვათ ადამიანი ჩვენთან და გვეუბნება, რომ მე დამემართა ანაფილაქსიური შოკი, ვიყავი რეანიმაციულ განყოფილებაში, გონების გათიშვით, ანუ იქ ეჭვი არ არის, რომ ან კოლაფსი იყო თუ ან რაღაცა ემოციური გულისწავლა. არა. და მას ჰქონდა ნამდვილი შოკი და შოკის გამო იწვა ჩაიტარა მკურნალობა. და მოდის და ამბობს, იცით რა, მე ესე შემეშინდა, მოვედი და უნდა გამიკეთოთ, რომ რა ხდება, გავარკვით. საერთაშორისო ნორმაა, რომ როდესაც მოხდება ანაფილაქსიური შოკი, 6 კვირა ხელს არ კიდება, არ შეიძლება. ანუ ცოდნა უნდა, რომ როდის უნდა გააკეთო. მერე თქვათ, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვლია პაციენტის ანამნეზიდან რა მოხდა, როგორ მოხდა, იმიტომ რომ ზოგჯერ იშვიათ შემთხვევაში თვით კანის სინჯით შეიძლება იყოს პრობლემა. ამიტომ კანის სინჯები სხვადასხვა, არსებობს პრიკი, არსებობს ფეჩი, არსებობს სხვა, ანუ ძალიან დეტალურია ეს ყველაფერი და ამას უნდა სპეციფიური ცოდნა, რომ აირჩიო რომელი როდის და კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა კონცენტრაციის. აი მაგალითისთვის
არსებობს თქვა ატროპინის მიმართ ჰიპერმზნობელობა. ის ატროპინი ამ განზავებით უნდა გააკეთო და არასხვით. ან მიორელაქსანტები ის ამითი თუ არ გააკეთე, ან ცრუდადებიც მიიღებ, ან ცრუ უარყოფით. ამიტომ მე თვითონ იცით რისი თქვა მინდა, რომ მე თვითონაც სამწუხაროდ იმდენი დრო ვერ გამოვნახე, რომ ეს ძალიან კარგად ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ რომ იმ ცოდნაზე დაფუძნებით, რაც მე აი ამ ურთიერთობით, წაკითხვით, უშუალო თანამონაწილეობით მივიღე, სამწუხაროდ აი უკმარისობის განცდა მაქვს, რომ არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი, ან თუნდაც წიგნი ისეთი რომ იყოს, რომ აი მითხრათ, რომ აი ერთია და ამითი ვიხსენოთ, არ არის. ეს არის ასე ვთქვათ, რაღაცაში ეს ძალიან კარგად არის წარმოჩენილი. ან მაინც ეს კრებითი ცოდნაა საჭირო, იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება. მაგალითად, ეხლა ერთმანეთში სულ ახლა ინტერნეტით საუბარი მიდის ჩემს კოლეგებს შორის, რომ აი გახშირდა ყინის პრეპარატების მიმართ ჰიპერმზნობელობა. ანუ ეს ხო არ არის, ვთქვათ, ლოკალ ანესთეტიკა, ანუ სხვა წამლები, დიდი პრობლემაა მსოფლიოში ონკოპრეპარატების მიმართ ჰიპერმზნობელობის განვითარების სადმი და აღმოჩნდა რომ დაახლოებით აი უკვე მაღალი ციკლები რომ მიდის ბევრი უმრავლეს პაციენტს აქვს პრობლემა. ამიტომ მე რო არ გამიგრძელდეს, ალბათ ეს თითეული წამლის ჯგუფიც ცალ-ცალკე თემა განსახილველად როგორ და რანაირად. აქ გამოვარჩევ ორ საკითხს. ერთი არის რომ ზოგჯერ არის ადამიანი, რომლისთვისაც თუნდაც ონკოპათოლოგიის შემთხვევაში, თუნდაც შაქრიანი დიაბეტის, ან სხვა პათოლოგიის დროს, როდესაც წამალი უცილობლად მისაღებია და ამ წამლის მიმართ პაციენტს აქვს პრობლემა. აი ჩვენი დარგის სიმძიმეც, საინტერესოობაც და ალბათ ხელოვნებაც ის არის, რომ ეს გამოსავალი ჩვენ ვიპოვოთ. რომ ან ალტერნატიული წამლით, ან მოხდეს დესენსიბილიზაცია. ანუ წამლის მიმართ შეგუების გამომუშავება ოღონდ ის უფრო რთულია ვიდრე მცენარე. ამიტომაც ასეთი სქემები ძალიან ცოტა ის ადამიანები, რომელიც მსოფლიოში მუშაობენ და ძალიან ისე მინდა მადლიერებით აღვნიშნო, აი ამ ამერიკაში ძალიან კარგი ქალბატონია მარიანა კასტელსი, რომელიც არის მსოფლიოში წამყვანი ამ ონკოპათოლოგიის დროს წარმოშობილი ალერგიული, ძლიერი ალერგიული რეაქციების დესენსიბილიზაციისა და ჩვენ მე მგონია მიუნხენში შევხვდით და მე იმდენად ესე ვთქვათ, დავიმუხტე ამ აუცილებლობით, რომ ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება, ჩამოვალ მეთქი ამერიკაში, როდის ჩამოვიდე რაღაცა, რომ აი რაღაცა ადგილზე უკეთესად გავერკვე და იმდენად კარგი არის ეს ადამიანები ჩვენი კოლეგები რომ არ გინდაო ისო მე ჩვენო ახლა ვაწყობთო ორგანიზაციასო თავის წარმოშობით არის ესპანელი და ბარსელონაშიო წელსო გვექნებაო და მართლაც ძალიან ისე სკრუპულოზურად დროზე შემატყობინა ჩავედი იმ ბარსელონაში და ძალიან კმაყოფილი ჩამოვედი იმიტომ რომ აღარ დამჭირდა ამერიკაში გაფრენა ხა ისიც დრო ხო ბევრია და წასვლაც არ არის მარტივი და ძალიან ბევრი ჩემთვის სასარგებლო ინფორმაცია ჩამოვიტანე იმიტომ რომ ასეთ შეხვედრებზე, რომელიც არ არის ძალიან დიდი კონგრესი, არამედ სამუშაო შეხვედრები, ის მასალაც რომელიც არის, თქვათ, განხილვისაგანი, ურთიერთობის პირადი ფორმატ, ძალიან ამდიდრებს ადამიანს და მე ვფიქრობ, რომ აი ჩვენ თავიდან ცენტრზე დავიწყეთ საუბარი, ჩვენ ცენტრში არის კონცენტრირებული ახალგაზრდა თაობის საუკეთესო ნაწილი. მართალი გითხრათ, აი სადაც კი ვარ, სულ ვეძებ კადრებს, რომ ეს იყოს ნიჭიერი, ჭკვიანი, ენები იცოდეს, თავისთავად ენების გარეშე შეუძლებელია და არა ერთი, იყოს ძალიან გონებრივად მზარდი, რომ მას კონდეს ყველა ტექნიკური საშუალებისადმი გამოყენების კარგი შესაძლებლობა. ამიტომაც ესეთი ახალგაზრდებით არის ჩვენი ცენტრი დაკომპლექტებული და ჯგუფური მუშაობაა საინტერესო, იმიტომ რომ იმდენი სიახლე ხდება, რომ სულ გინდა რომ ამან ეს წაიკიდო, იმიტომ რომ ვერ ასწრებ ერთი და ამიტომ ურთიერთგაზიარება, ასე ვთქვათ, დესანტი ამ საქმეში, დესანტი იმ საქმეში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თანაც ლამაზები არიანო თქვენ გითხარი. მე მინდა სიამაყით თქვა, რომ ერთ-ერთმა კოლეგამ თქვა, რომ ოიო, ესე როგორ ხდებაო ალერგიის ცენტრში სულ მოდელები არიან. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა არიან, რაც მთავარია ურთიერთობაში. იმიტომ რომ ეს ურთიერთობა, აი ქრონიკული პაციენტის მხარდაჭერა ეს არის ძირითადი აუცილებელი გამარჯვების საწინდარი. და ერთიც კიდე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვინაიდან ასე ვთქვათ, დატვირთული დაწესებულება ვართ, ასეთი აუცილებლობა შეიქმნა, რომ ბევრს უჭირს მოსვლა და ზოგჯერ არის ჩაწერა და ეს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ორი ფილიალი. ერთი არის დიღომში და მეორე არის ახალი ფილიალი, რომელიც არის ქალაქის პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
ინგოროყვას კლინიკას რომ მის გვერდზე წინანდლის 9 ნომერში და იქაც კარგია რომ ადამიანებს აქვთ საშუალება თქვათ ორი სხვადასხვა პოლუსით დიდი დისტანციით დაშორებულ ტერიტორიაზე თქვათ მივიდეს და თავისი პრობლემების გადაწყვეტა შეძლოს. ანუ ერთი არის ჩაწერი და მეორე არის ცოცხალი რიგი. არა, იცით რა, ყველგან არსებობს ჩაწერაც და ყველგან არსებობს ცოცხალი რიგი. თან როგორ არ უყვარს ქართულ პაციენტს ჩაწერი. არც შეიძლება რომ მარტო ჩაწერით იყოს. მოდის გაჭირვებული ადამიანი და ჩვენ არასოდეს ახლა მე თვითონაც ბევრი პაციენტები ბუნებრივია მიკავშირდება, მაგრამ მე ძალიან ვცდილობ არავინ არ გაუშვათ. ყველა მივიღოთ რომ აი ეს დღის მოვალეობა გაჭირვებული ადამიანისა მაქსიმალურად აღვასრულოთ და მინდა თქვენ კითხვას უპასუხო რაც აი როდესაც არის და განსაკუთრებით აი სტომატოლოგთან მისვლა უფრო ისეთი არის ყოველთვის ლოკალური ანესთეტიკების დიაგნოსტიკის საშუალებები თქვათ კანის სინჯი. ის რა თქმა უნდა ახლა ტექნოლოგიას ჩვენ ვერ ვიტყვით, მაგრამ მას აქვს ძალიან ისეთი მკაცრი სტანდარტი, როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ რაც არ კეთდება და სავალდებულოა საერთაშორისო ნორმის მიხედვით, რომ თუ ეს კანის სინჯი გაკეთა და არის ნეგატიური, სადღეისო ნორმა არის, რომ ეს ყველა წამალზე არ ვრცელდება, მაგრამ ლოკალურ ანესთეტიკებს ეხება, უნდა გაკეთდეს პროვოკაცია. პროვოკაცია ანუ რა, რომ თუ სინჯი მიიღე და ყველაფერი დადებით და უარყოფითი კონტროლი მუშაობდა, ანუ კანის რეაქტიულობა იყოს სწორი, გააკეთე განზავებებით, ჯერ იმიტომ რომ შეიძლება ნამდვილი რო იხმარო, განზავებებით ეს ცოტა ხანგრძლივი დრო არის, გააკეთე ყველა პროცედურა და მიიღე ნეგატიური პასუხი. სადღეისო ნორმა ითხოვს რომ უნდა გააკეთეს პროვოკაცია. ანუ წამლის მცირე დოზებით გააკეთეს თვითონ წამალი სანამ პაციენტი წავა. ეს არის ასე ვთქვათ აუცილებელი, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ნეგატიური პასუხი, მაგრამ პროვოკაციამ ვთქვათ ეს დაბლოკოს. ესე იგი კარგი ხანგრძლივი პროცესია ეს ვიზიტი, ხო? პროცესია, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ საიმედო. და მეორე ვთქვათ რომ აი რამდენი ხანი შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს პასუხი ჩემთვის არის ხო? ეს სქემა მინდა შევინახო და ვიყო დაყრდნობილი. ორი საკითხი არის ამასთან დაკავშირებული. ვის სჭირდება სინჯის გაკეთება და მეორე რამდენი ხანგრძლივობით. ჩვენ ვთქვათ რომ ხანგრძლივობა. თუ ადამიანი არ არის ალერგიული, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს და არანაირი განსაკუთრებული ჩარევა მასზე არ ხდება. აი მაგალითად ძალიან დიდი პრობლემების გამო ხშირი ოპერაცია, მრავალი წამლის მიღება, დიდი სტრესი, ანუ მაინც ცხოვრებაში რეაქტიულობა რო შეიცვალოს, რაღაცა განსაკუთრებული უნდა მოხდეს. თუ ჩვენი ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს, არაფერი განსაკუთრებული არ არის საჭირო და ეს არ იცვლება ასე სწრაფად, რომ ყოველ 6 თვეში ან ყოველ წელს გააკეთოს. მაგრამ ითხოვენ სტომატოლოგს. ხო, აი მაგიტომ ვამბობ, სტომატოლოგთან უფრო ესეთი ის არის ხოლმე, იცით? სწორი, უბრალოდ ალბათ ეს არის პრობლემა. თავს იზღვევენ ალბათ, მე ვფიქრობ. იმიტომ რომ ხა თუ მაგალითად ისეთ ეს ალბათ პირველ რიგში ეფუძნება იმ პოპულაციის განსაზღვრას, ვინ ექვემდებარება ალერგოლოგიურ დიაგნოსტიკას. აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც თქვათ ჩვენც მივეკუთვნებით, იყო და არის ტრადიცია, რომ წინასწარ გააკეთეს სინჯები. მაგრამ ამაზე უარი თქვა დასავლეთმა. უმრავლეს შემთხვევაში გულისხმობ რას, რომ ადამიანი თუ არ არის ალერგიული, თუ მას რაიმე განსაკუთრებული, ვთქვათ, ნიშნები არ აკეთებენ. ძირითადად სინჯის გაკეთება ხდება პოსტფაქტუმ. ანუ რომ მოხდა პრობლემა, გაირკვეს რომ ის რომელი წამალი იყო დამნაშავე და სამწუხაროდ ეს საქართველოში არ ხდება. თუ მოხდა რაღაცა პრობლემა, ნუ ადამიანს აქვს უკვე ასე ვთქვათ, სახელი რომ ის არის ალერგიული და მიუხედავად იმისა, რომ იმ პრობლემის დროს რამოდენიმე წამლის გამოყენება მოხდა, არ ხდება იმის ბოლომდე გარკვევა. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ პაციენტს რაღაცა შეემთხვა, დროში რაც უფრო შორს მიდის ეს პრობლემა, მისი დიაგნოსტიკური საშუალება უფრო რთულდება. ითვლება, რომ აი 1 წლის მანძილზე მაინც რომ რაც უფრო ადრე გაირკვევა, ვთქვათ, უკეთესია, რომ შემდგომ არ მოხდეს ამ წამლის გამოყენება, იმიტომ რომ შემდგომი რეაქცია იმუნოლოგიური ყოველთვის უფრო მძაფრია. ამიტომ წამლისმიერი ალერგიის შემთხვევაში ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს და ჩაწერილი ქონდეს, აი პასპორტიზაციას რო ვამბობდი, რაზე მოხდა, იმიტომ რომ ზოგჯერ მოდის ადამიანი და ამბობს, რომ მე მქონდა შოკი და აღარ ახსოვს წამალი და ეს ხო თქვენ ხო ამიტომ უნდა იცოდეს, რომ ეს მას შეიძლება ისევ პრობლემა ქონდეს და უთხრათ, რომ ეს არ ივიწყებს იმუნოლოგიური სისტემა იმ წამალს და ამ წამლის განმეორებითი მიღების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს პრობლემა.
ნახეთ, თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ აბა როგორ აკეთებენ დესენსიბილიზაციას, წამალს რო ეჩა. ლაპარაკი იმაზე, რომ თუ გააკეთე დესენსიბილიზაცია და წამალს მიაჩვიე, ეს იმ წამლებს ეხება, რომელსაც ადამიანი ხანგრძლივად ღებულობს. აი თუ თქვა ასპირინის მიმართ აქვს ალერგია და არ გამოდის, რომ აუცილებლად, ახლა კი ბევრი წამალი მიიღოს. და დავიწყეთ ჩვენ დესენსიბილიზაცია, რომელიც რთულია, მაგრამ შესაძლებელი, გააკეთეს ნელა დაცვით და მიეჩვია პაციენტი, მას ტოლერანტობა ამ წამლის მიმართ აქვს იმდენი ხანი, რამდენიც ის ამას ღებულობს. რომ მოხსნათ ის და დიდი დრო გავიდეს, მან ეს დაკარგავს ამას. და ისევ ხელმეორედ უნდა გააკეთო. ამიტომ ყოველთვის ჯობია, რომ ალტერნატიული მოძებნო, მაგრამ თუ ალტერნატიული არ არის და თქვათ ინსულინია და მთელი ცხოვრება უნდა მიიღოს, ან ბევრი სხვა შემთხვევებიც გქონია, ციტირწვათ ჰორმონალური საშუალებები, თქვათ პარიზებური ჯიგრის, რომ მიაჩვევ ნელ-ნელა დესენსიბილიზაციას გავკეთებ და მთელი ცხოვრება მიიღოს, მაშინ იქ პრობლემა არ არის. და თუ თქვათ, ამიტომ ადამიანები, რომლებიც არიან ალერგიულნი და მათ აქვთ ანამნეზში წამლის მიმართ ბევრი პრობლემა, ან წამლის არა საკვების, ანუ ზოგადად არის ალერგიული, აი პოსტსაბჭოურ სივრცეში ყოველ შემთხვევაში დღემდე ესე მუშაობს, რომ ალერგიულ ადამიანს, რომელსაც ანამნეზში აქვს პრობლემები, სინჯები უნდა გაუკეთო. მაგალითად აქვს ასთმა, აქვს წყებითი ალერგია. რატო უნდა გააკეთო? იმიტომ რომ თქვათ არის წამლები, რომელთა მომზადებაში სხვადასხვა პროდუქტი ღებულობს მონაწილეობას, თქვათ, რაღაცა ნაწილით შედის იმასთან, როგორც კვალის სახით სხვა ნივთიერება. აკეთებ მაშინ, როცა არის პრობლემური, მაგრამ ის რომ აი ბავშვია და მას არანაირი ალერგიული რეაქცია არასოდეს არ ქონია, არ არის გენეტიკურად არანაირად დატვირთული და საერთოდ არანაირი კავშირი ალერგიასთან არ აქვს, ბუნებრივია ამ შემთხვევაში სინჯის გაკეთება აზრს მოკლებულია. თუ პრობლემა არსებობს, მაშინ ამ პრობლემას დიაგნოსტიკა შეიძლება გაუკეთო, მაგრამ დიაგნოსტიკის დროს ყოველთვის რჩება ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც შეიძლება ალერგიული არ იყოს, მაგრამ იყოს ფსევდოალერგიული. ხო, რას გულისხმობ ამაში? რომ გაუკეთეთ სინჯი, პაციენტს არაფერი არ აქვს, თქვათ, აი მაგალითად დედა გარდაიცვალა შოკით ლიდოკაინზე და მოიყვანეს ბავშვი და მაინც ამ ბავშვს უნდათ რომ გაუკეთონ ლიდოკაინი. რას ისა? ამ დროს შენ ხარ ალერგოლოგი და მოთხოვნა არის ეს. ბუნებრივი ასეთ შემთხვევაში აკეთებ, იმიტომ რომ აქ პრობლემაა და გეშინია, რომ რა იცი რა ხდება. ამ პრობლემურ სიტუაციაში, ძალიან ფრთხილად ყველაფერს აკეთებ და როდესაც ამას შეასრულებ, წერ, რომ ყველაფერი გააკეთე, რისკი მინიმალურია, იმიტომ რომ ამ წამალს იტან სინჯითაც გააკეთე, პროვოკაციითაც გააკეთე და არანაირი შარი აქ არ ჩანს ბჭყალებში. მაგრამ ვერ გამორიცხავ იმას, რომ არსებობს პირდაპირი გისტამინოლიბერაცია. ეს ალერგიული მექანიზმი არ არის. ალერგია არის მაშინ, როდესაც აქვს მას იმუნოლოგიური რაღაცა საფუძველი. მაგრამ შეიძლება მაგალითად ადამიანმა ძალიან ინერვიულოს, ეს არ არის იმუნოლოგიური მექანიზმი, ინერვიულა ძალიან, ამ ნერვიულობაზე მოხდა ამის გამოყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და თქვა რაღაცა გამოაყარა. ანუ შეიძლება ეს არ იყოს ალერგიული, მაგრამ რომ გამორიცხო ადამიანი, რომელიც არის ჩვენ მას გარკვეულად პრემედიკაციასაც ვაძლევთ, იმის თეორიული შესაძლებლობა იყოს გამორიცხული ამ რეაქციის განვითარებას. მაია მართლაც არაჩვეულებრივად ხო ჩამოაყალიბეთ ეს ყველაფერი და აი ბოლოს უბრალოდ სულ ძალიან ნამდვილად არ გვეყო დრო და მე უბრალოდ იმეც ვიტოვებ რომ ჩვენ ისევ შევხვდებით იმიტომ რომ თემები და კითხვები მართლა ძალიან ბევრია ჩვენც ძალიან ბევრი შეკითხვა გქონდა და შესაბამისად მართლა ვერ მოვასწრებდით ერთ გადაცემაში ასე რომ მე ვიმედოვნებ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს უბრალოდ სულ რაღაც ორიოდე სიტყვით აი რჩევები რომ მივცეთ ჩვენ მსმენელებს ესე ვთქვათ თქვენ უკვე ის სიმშვიდე მიეცით მე მინდა თქვა რომ ანუ ის პარაზიტები გაზაფხულზე რო დაფრინავენ არც ისეთი პარაზიტები არიან და შესაძლებელია მისი განკურნება მათთან ერთად თანაცხოვრება რა თქმა უნდა აი პატარა რჩევების სახით ასე ვთქვათ რეზიუმე გავაკეთოთ ჩვენი ბოლო ნაწილი თემისა იყო ცოტა უფრო მძაფრი იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები მაგრამ აქაც მინდა ესეთი იმედის მოხდი ვთქვა რომ ალბათ ისევ ცოდნა და რწმენა არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ სწორედ გავიგოთ რასთან აგვაქვს საქმე და ეს აქცენტები რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ალბათ იმ ყურადღებისთვის არის გაკეთებული რაც ექიმიც და პაციენტიც რაც აუცილებლად ჭირდება ექიმსაც და პაციენტსაც რომ ნებისმიერი პრობლემა ძალიან არ გავაუფასუროთ
მაგრამ გამოსავალი რაც უფრო ზუსტად ვაკეთებთ, ბუნებრივია კეთილსაიმედოა და პრობლემაც შეიძლება იყოს დაძლეული. რაც შეეხება რჩევებს. პირველი რჩევა, ესეთი გაზაფხულის ალერგიის პირისპირ რომ დგავართ, არის ექიმის მეშვეობით პრობლემის სირთულისა და სიმძაფრის დადგენა. მასთან ერთად გარკვევა, თუნდაც 2 კვირით ადრე ან 1 თვით ადრე, რაც უფრო ადრე შეიძლება ეს უკეთესია, რა ტიპის მედიკამენტებით შეიძლება აღჭურვა. რა არის ზოგადი რჩევები? პირველი რჩევა ის არის, რომ მზიან ამინდში ჩვენ მოვერიდოთ სეირნობას. ანუ სასურველია ბავშვი მით უმეტეს თუ პატარა არის, რომ ან ძალიან ადრე სანამ ყვავილები ძალიან ესე ვთქვათ მაქსიმალურ ექსპოზიციას დაიწყებენ, დილას ადრე ან საღამოს რომ თანაც გავასეირნოთ, მაგრამ მაინცა და მაინც არ მოხდეთ მცენარეთა მტვრის, ასე ვთქვათ, ორომ ტრიალში. მეორე არის ის, რომ კარგი არის დამცავი საშუალებების, ვთქვათ, მზის სათვალის გამოყენება, მანქანებში აწეული, ვთქვათ, მინები. სასურველია რომ მოძრაობა მოხდეს წვიმიან ამინდშიც, იმიტომ რომ წვიმიანი ამინდი კარგი საწინდარია მცენარეების, ვთქვათ, მცენარეებისგან ჰაერის გაწმენდისა და პაციენტები თავს მშვიდად გრძნობენ. გარდა ამისა, ეს იმუნოთერაპიაზე რაც ჩვენ ვთქვით, თავისთავად კარგია და კიდე ერთი მინდა ვთქვა, რომ ძალიან შველის ცივი წყლით ჩამობანა. ადამიანი, როდესაც მოძრაობს ქარში და ბრუნდება, ძალაუნებურად თვითონაც არის მცენარეული მტვრის გადამტანი. ამიტომ, როდესაც ეს გადაადგილდება, აუცილებელია და მისთვისაც ის თვითონაც ემპირულად იციან თვალების ჩამობანა და თუ სტუმარი მოვიდა ქარიდან და სახლში ოჯახის წევრები უცებ შემოლაგდნენ, სასურველია რომ თავის ტანსაცმელი იყოს ან ლაბა და გარეთ დაფერთხილი ან რაღაც რომ ზედმეტი მტვრის კონცენტრაცია სახლში დავკეტოთ ფანჯრები როცა მზე არის და როდესაც წვიმიანი ამიდია ფართოდ გავა. ძალიან დიდი მადლობა. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ ნამდვილად ჩვენ მსმენელს შევახსენებ კიდევ ერთხელ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არჩეულებრივი რესპონდენტი, ალბათ დამეთანხმები ეკე ქალბატონი მაია გოთუა. ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება მიუხედავად თქვენი ძალიან დაკავებულობისა და ასე ვთქვათ, ყოველი ჩამოფრენის შემდგომ გელით ეთერში. მადლობთ ნახვამდის. ამასობაში მეგობრებო, საინფორმაციო გამოშვებას უნდა დაუთმოთ, რა თქმა უნდა, ეთერი და ჩვენ ხვალ დილის 9:00-ზე ისევ შევხვდებით. ბედნიერ ლამას სასიამოვნო დღეს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.